კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უტოპიაზე. სამოქალაქო გამგზავრება 676-დან. იდენტიფიკაცია. ფრანკი, როგორ ხარ? 15 წელი. მიხარია შენი დანახვა. კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება, ჯეკ. ყურადღება. ყველა ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს რეგისტრაციამდე. გმადლობთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უტოპიაზე. სამოქალაქო გამგზავრება 676-დან. ერთი სული მაქვს მარგარეტს როდის ვნახავ. ისე მიხარია სახლში დაბრუნება. რა სიახლეები გაქვთ? სულ არანაირი? არც არაფერი არ შეცვლილა აქ. ანუ ყველაფერი ძველებურად. დამუშავება. GPS კოორდინატები მიღებულია. ეს რა არის? ღმერთო დიდებულო, რეებს აკეთე. მანქანა უნდა ავამუშავო. აბა შენ რა გეგონა რას ვაკეთებდი? ალკოჰოლი მოვლენ, ნარკოტიკი მოვლენ. ეს რა ოხრობა? სანაგო რეჟიმის დარღვევა. შენ რა, ნაგავიძის გადავაგდე? არა, რა თქმა უნდა, არა. ეს ხო შენია. ეს ჩემი პენდენა. ალბათ ჯიბიდან გადმომივარდა. მერე რა? რას აკეთებ? საკრედიტო ბარათს ვეძებ. საკრედიტო ბარათს? რატო? მანქანა არ დაიზრება, სანამ ჯარიმას არ გადავიხდი. ახლა გაიგე? ეს აიღე მარგარეტისა. მანქანა ჩემს სახელზეა. მერე რა, მარგარეტი გაგიბრაზდება? აუ ამჯერა რომ ფეხით მივდივარ. ნუ დაუჯერებელი ამბავია, ფრენკ. ნეტა ვინ გამოგიჭირა? ახლო ხო პოლიცია არისო? აღარაა საჭირო პოლიცია. ნებისმიერ შეუძლია დაგიჭიროს. ვა, უყურე შენ. ბევრი რამე შეცვლილა. და ჩვენ ვერც კი შევნიშნეთ. მარგარეტ, ფრენკ, ჩემი კრედიტ კარგი ნახავს? ჩემს მანქანაში დაგიტოვებია. გადასარევი ამბავია, პირდაპირ გადასარევი. რატომ ამბობ? ჯარიმა მომივიდა. რეჟიმის ვერ დარღვევა. მომაწოდე? მე ეს ფეხით მოვდივარ. აუ, ოღონ შენც არა რა. მან რას ეძებ? ლუდს. მან დაარდევს ლუდი ჯეკ. და ამასთან ალკოჰოლი მავნებელიცაა. რა სულელო? ეს კამერაა? ახალი წესებია. ეგ ყველა სახლში დგას. და ყველა ოთახშიც. ეს ისევ ჩვენ სასიკეთოდაა ჯეკ. შენ ალბათ ხუმრობ, არა? იმის თქმა გინდა რომ ალკოჰოლის და მოწევაც ორივე აკრძალულია. და ჩვენ უკვე ბევრად ჯანმრთელები ვართ. და ჩვენი სადაზღვევო შემოტანებით შემცირდა. ეს სუფთა სიგიჟეა. რა დაემართა ამ ქვეყანას? ჩუმად. რატომ? ჩამიშვე?
მე რა დამაჯარიმეს? აუ ამის დედაც ეს უკვე მეტის მეტია. რა სტილობაზე ფიქრობთ საერთოდ? ეს რაღაც თქვენი ხელისუფლება და თქვენი წესები ხალხისთვისაა. ყველას დედა დაამთავრე? წადიგვი დედაც. აი ახლა დავამთავრე. ხო და გამომყევი ახლა. ეს რა დღეში ხართ? აქ არაა კამერები. ნუ ჯარიმებიც არაა. ჩამოძები. აქამდე როგორ მიხვედით? არჩევანის არ ქონია. ადამიანებმა თავიანთი აბაზანების უფრო გადიდება და კეთილმოწყობა დაიწყეს ვიდრე სხვა ოთახების. თუმცა ხელისუფლებამ მალევე მოწვა და ლიმიტები დააწესა აბაზანის სიგრძეზე და სიგანეზე. და არსებობს რამე რაზედაც ჯარიმა არ მოგდის? ეს დასაფიქრებელი ამბავია. რასაკეთებ? ეს როგორ მუშაობს? მან ტელეფონში სამთავრობო აპლიკაცია. მიუშვე, ნებისმიერი დარღვევის სკრინშოტს გააკეთებ, გაუგზავნი და მთავრობას საკომისიოს გადაგიხდის. შენი გადაღებული ჯარიმიდან 10%-ს. ასე მე ვერ ვიცხოვრ. მშვენიერადაც იცხოვრებ. ჩვენი ჩვეულებების მონა ვართ. შენს მიეჩვევი ამას. აჰა, ჭამე. მე საერთოდ აბაზანაში არ ვჭამ. ძვირფასო სახლში მოვედი. უთხარი მაგას ფრენკ. რა უნდა მითხრას? მაპატიე ჯეკ, მაგრამ შენ აქ ვერ დარჩები. რატომ? $2000 ჯარიმა ჯეკ. რაზე ფიქრობდი ამის დედაც? ჩვენს დავჯარიმდით, იმიტომ რომ ჩვენი სახლი იყო. მე გადავიხდი ყველა საქმე მარტო ფულში არ არის. შენ ყველაფერი მას დაეჯახე, რაც ჩვენ გვაცხოვრებს. სანამ ამ ჯარიმებს არ გადავიხდით, მაღაზიებში ფასტაკლებებს ვერ მივიღებთ. ვერც ტრანსპორტში, ვერც კრედიტში. ვერაფერში. მე შენი ძმა ვარ, ფრენკ. მე წინააღმდეგობის ძალაც არ მაქვს ჯეკ. ჩვენც არ მოგწონს ეს ყველა. მაშინ ადექით და დატოვეთ ეს ქვეყანა. ვერ ტოვებთ. რატომ? იპოთეკა გვაქვს. ნებისმიერი ვალი. პატარა თუ დიდი, ქვეყანაში გტოვებს. ძალიან მარტივადაა ყველაფერი. ყველა ეს სულება სწორედ იმის მერე დაიწყო, რაც შენ წახვედი. მე კი ვაპროტესტებდი, მაგრამ ახალგაზრდების და ჰიპების გამოსვლები ხელისუფლებას სასაცილოდ არ ყოფნა. მე ხალხს არ ვადანაშაული. როცა არაფერი არ გაქვს საჭმელი, ყველაფერზე პირს უღებ, რასაც ჩახჩრიან. თითქოს და არტისტები უნდა გამختარიყვნენ ერის სინდისი, მაგრამ ისინი თავისი თავის ჩრდილებად გადაიქცნენ. ქანდაკებებად იქცნენ. წერალთა, პოეტათა, მსახიობთა უმეტესობა მთავრობას მიეყიდა. მათ შიში საცემდა იმის გაფიქრება, რომ მთავრობაზე დამოკიდებულ კორპორატიულ სპონსორებას და მხარდაჭერას დაკარგავდნენ, ან კიდევ გრანტებს. ახლა უკვე ბებერი ვარ. და დავიღალე. და ჩემი ბრძოლაც დამთავრდა.
და დარჩენილი ცხოვრების გატარება ჩემს ჯერ კიდევ შემორჩენილი თავისუფლებებით მინდა. მე დილით წავალ. ჯეკ, რაღაცას გირჩევ. თუ ვინმეს წითელი სამაჯურის საქმეში დაეხმარები, შენც ჯარიმას მიიღებ. და არავითარ შემთხვევაში არ გადაიხადო სხვისთვის გაგზავნილი ჯარიმა. გამარჯობა? გაგიმარჯოთ? ხომ არ გიჭირთ რამე? აქ რატომ გძინავთ? ჩემები სახლში არ არიან. და სასტუმროში რატომ არ გაათიეთ? ისინი ქეშს აღებულობენ და იმიტომ. და სადი ცხოვრობთ ამის შემდეგ? აი აქ. დამუშავება GPS კოორდინატები მიღებულია. მარგარეტ, მოხარული ვარო თქვენი ბილეთი, სერ. შენი დანახვის. თქვენი ბილეთი და პასპორტი თუ შეიძლება. მაპატიეთ, სერ, მაგრამ თქვენ გადაუხდელი ჯარიმები. მარგარეტ, ძალიან გთხოვ, მაგას იმის მერე გადავიხდი, რაც აქედან გავახცე. რეგისტრაციის გასავლელად თქვენ ვალდებული ხარ ჯარიმა გადაიხადოთ. ასე რატომ ეკცევი? რამდენია საჭირო? $2000. თქვენი საკრედიტო ბარათი თუ არ მაქვს საკრედიტო ბარათი, მხოლოდ ქეში მაქვს. ჩვენ ქეშს არ ვღებულობთ. მარგარეტ, ძალიან გთხოვ, რომელიმე ღილაკს დააჭირე, გევედრები, გაასწორეს ყველაფერი. ამ ქვეყნიდან უნდა გავიქცე. ძალიან გთხოვ. ძალიან გთხოვთ მოსცილდეთ მოაჯირს, თორემ იძულებული ვიქნები რომ დაგაჯარიმოთ. ჩემთვის უკვე სულ ერთია. მაპატიე, ჯეკ. მესმის. დაგპატიო კიდეც. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ, სერ. გმადლობთ. გმადლობთ. ყურადღება, დაფიქსირებულია არალეგალური ქმედება. გთხოვთ, არ დატოვოთ თქვენი სამუშაო სივრცე. თქვენი თანამშრომლობა აეროვაგზალთან გაუქმებულია. გმადლობთ. რაღაც რომ კითხო შეიძლება? მუდამ გაღიმებული, რატო დადიხარ? იმიტომ რომ თავისუფალი ვარ.